მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ვნახოთ, გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე. ვარიანტი გვექნება სულ 2 ან 3, ვნახოთ ხელს რამდენიც ამოჰყვება. ჩაიფიქრეთ კონკრეტული საქმე, კონკრეტული საკითხი და ვეცდები რომ თითო არკანით გითხრათ, გამოვა თუ არა კონკრეტულად ესა თუ ის ჩაფიქრებული საქმე. დავიწყოთ აბა, გამოვა თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი და მოდით იყოს მეოთხე ვარიანტიც. აი ასე ქვებსაც დავამატებ, იმიტომ რომ ვიცი, ბევრ თქვენგანს გიჭირთ ასე არჩევა. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი და მეოთხე ვარიანტი. თითო არკანით ვეცდები ახსნა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, დააპაუზეთ, ვისაც გჭირდებათ. ენერგიების დაბალანსების მიზნით, რა თქმა უნდა, ველოდებით თქვენს ლაიქებსა და კომენტარებს. შეგახსენებთ ასევე, რომ 5-დან 9 თებერვლის ჩათვლით მაქვს 50%-იანი ფასდაკლება აბსოლუტურად ყველა ტარიფზე, ამიტომაც გელოდებით პირადი კონსულტაციის მსურველებს. და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. ვინც ვერ მოასწარით არჩევა, აპაუზებთ და დავიწყოთ აბა. პირველი ვარიანტი, გამოვა თუ არა. თუ თქვენ ჩაიფიქრეთ რაღაც ფინანსებთან დაკავშირებით, კარიერასთან დაკავშირებით, თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე აუცილებლად გამოვა. უბრალოდ აქ აშკარად იგრძნობა ის, რომ სხვა ადამიანების ჩართულობაც არის საჭირო. მაგრამ კი ბატონო, გამოვა მეგობრებო თქვენი ჩაფიქრებული საქმე აუცილებლად. თქვენ თუ გჭირდებათ კონკრეტული ადამიანის ან ადამიანების პოვნას შეთანხმებისთვის, მოლაპარაკებისთვის, ესეც აუცილებლად იქნება. ამიტომაც კი ბატონო, პირველი ვარიანტი თქვენი საქმე აუცილებლად მოგვარდება და აუცილებლად გამოვა. კარგით, გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? არკანი პენტაკლების პაჟი. აქ ცოტათი დრო შეიძლება გაიწელოს, მაგრამ აქაც ვხედავ ნელ დინჯ ბეჯით ნაბიჯებს თქვენი მიზნისკენ. მთავარია, იცით, ძალიან ბანალურ ფრაზას ვიტყვი, მაგრამ მთავარია არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. თუ თქვენ არ დანებდებით, ეს საქმე აუცილებლად არა უბრალოდ მოგვარდება, არამედ საკმაოდ კარგად გამოვა, უბრალოდ თქვენი მხრიდან სჭირდება ცოტა უფრო მეტად ინტენსიური ჩართულობა, სადღაც მეტი ფინანსების ჩადებაც კი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რა ჩაიფიქრეთ, იცოდეთ რომ თქვენ საქმეს სჭირდება ოდნავ მეტი ფინანსური ენერგია. შეძლების დაგვარად. თუ თქვენ სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით ჩაიფიქრეთ რაღაც, რა თქმა უნდა, აქაც შესაძლოა იყოს მოთხოვნა იმისა, რომ მეტი ფინანსური ენერგია ჩადოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი საქმეც აუცილებლად გამოვა. უბრალოდ ცოტათი დრო შეიძლება გაიწელოს და ნუელოდებით რაღაც სწრაფ შედეგებს. გადავედით მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? გამოვა თუ არა ჩაფიქრებული საქმე? კვერთხების 7-იანი. მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი და ახლო მომავალში მე საერთოდ ვერ ვხედავ იმას, რომ ეს საქმე შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენს ისევე როგორც მეორე ვარიანტი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეთ. ამ საქმეს სჭირდება არა უბრალოდ შრომა, არამედ უფრო მეტი კონცენტრაცია და ახლა თითქოს თქვენს რეალობაში არსებობს რაღაც კონკრეტული ან მოვლენა, ან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ საქმის მოგვარებაში, აწყობაში ხელს გიშლიან მაქსიმალურად. მოდით ვნახოთ აბა რა გიშლით ხელს. მესამე ვარიანტი თქვენ რა ან ვინ გიშლით ხელს თქვენი ამ მიზნის ასრულებაში, იმაში რომ ეს საქმე გამოვიდეს, რა გიშლით ხელს. პირველ რიგში აქ კონკურენციას იგრძნობა კონკრეტულად ამ არკანიდან, ანუ კვერთხების 7-იანიდან. კონკურენციას და თითქოს ხალხის აზრის შიშიც კი. კიდევ აი ნახეთ კვერთხების რაინდი, კონკრეტული კვერთხების რაინდი ფიგურირებს აქ და პირველ რიგში აქ შესაძლოა თქვენ თავად გქონდეთ ზედმეტად დიდი კონცენტრაცია კონკრეტულ ადამიანზე და ამ სხვა ადამიანში მიდიოდეს ენერგია, ხო? მაგალითად ან სიმპათიები გქონდეთ ან რაღაც ასეთი იყოს, ეს ერთი. ან მეორე შემთხვევა, რაც აქ განიხილება მესამე ვარიანტი, ეს არის ის, რომ თქვენს რეალობაში არის კონკრეტული პიროვნება, რომელიც გიკეთებთ ერთგვარ დემოტივაციას, აკეთებს თქვენი შრომის, თქვენი ქმედებების, თქვენი დროის უმძლავრეს გაუფასურებას, არის ან პარაზიტი, ან
ადამიანი, რომელიც პერიოდულად მოდის თქვენს რეალობაში, გაღიზიანებთ რაღაცნაირად თქვენს კომპლექსებზე, შინაგან კონფლიქტებზე ნეგატიურად მოქმედებს და ნახეთ, თქვენ ამ ადამიანს არ უნდა მისცეთ იმის უფლება, რომ მოგცეთ დემოტივაცია. არ უნდა მისცეთ ამის უფლება არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ამ ადამიანში მიდის ძალიან ბევრი ენერგია კონფლიქტებში, რომლებიც საერთოდ არ მოითხოვენ თქვენს ჩართულობას პირდაპირ გეტყვით. ამიტომაც მესამე ვარიანტი თავარია აი ეს პრობლემა ჩამოიშოროთ. ნუ აყვებით ნეგატიურ კომენტარებს, ნურც სოციალურ ქსელებში, ნურც რეალური ადამიანებისგან. ნუ აყვებით დემოტივაციას და გაუფასურებას, რაც მთავარია. იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იცით რეალურად თქვენ რაში რამდენ ენერგიას დებთ. და გადავედით ახლა ბოლო მეოთხე ვარიანტზე, თქვენთან რა ხდება აბა ვნახოთ და აქ ამოვიდა ხმლების ორიანი, მეგობრებო. ნუ აქ საქმე გამოვა მეთქი მაინც და მაინც ახლო მომავალში ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აქ ძალიან 50-50-ზე არის, მაგრამ იცით, აქაც არის ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგრამ უკვე შიშების სახით. თქვენში არის რაღაც გარკვეული შიშები, რაღაც გარკვეული შფოთვები, რომლებიც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება, ეგრეთ წოდებული overthinking-ი. აი, იცით რა გიშლით ხელს? რაღაც კომპლექსებიც შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, შფოთვებიც და აი რაღაც ისეთი ფიქრები გაქვთ რა, ისეთი შფოთვები, რომ იქნებ და მერე ეს მოხდეს, იქნებ და მერე ის მოხდეს, იქნებ და ეს არ გამოვიდეს, იქნებ და ეს არ გამოვიდეს. ხვდებით ხომ და ზუსტად აი ამ გამოვა, არ გამოვა, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, ამ ყველაფერში იკარგება თქვენი ენერგია და ზუსტად ეს არის თქვენი შემაჩერებელი ფაქტორი. მაგრამ თქვენ რომ ხელი მოკიდოთ საკუთარ თავს, თქვენ რომ ჩაიხედოთ საკუთარ თავში და მოაგვაროთ ეს პრობლემა, თქვენს მიერ ჩაფიქრებული საქმე აუცილებლად გამოგივათ. იმიტომ რომ ამ საქმეს პოტენციალი აქვს. უბრალოდ ხო, რა თქმა უნდა, გასაგებია რომ დღეს და ხვალ არ მოგვარდება, არც ზეგ შეიძლება არ მოგვარდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველ რიგში თქვენ უნდა მიხედოთ საკუთარ შიშებს, საკუთარ შფოთვებს და ამაზე უნდა იმუშაოთ. ჩაიხედეთ საკუთარ თავში. და პირველ რიგში საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა თუ აი ეს კონკრეტული საქმე თქვენ რამდენად გჭირდებათ და რამდენად გინდათ, იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია ეს მთლად თქვენი სურვილი არ იყოს. სავსებით შესაძლებელია და ესეც იყოს გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორი. იქნებ სოციუმმა მოგახვიათ, ან იქნებ სხვა რაღაცის გამო გინდათ, ხო, ეს საქმე და არა ამ საქმის მიზნის გამო. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.